Sürpasso kalbatonebo da batonebo Kavandel Sansuxana ჭრეობა მოხდა სულიერება დაცლის სამშობლოში ჩვენ მაინც ყავს დიდებული პიროვნებები მეცნიერები მოღვაწეები გვაქვს ადგილი სადაც ჩვენი სულიერი ოაზისია და ხვდებით ერთმანეთს რომ ვილაპარაკოთ ქართულ კულტურაზე დიდ ქართულ მეცნიერებაზე და ჩვენი სამშობლოს ბედზე ახლა რომ დავფიქრეთ ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით ისეთი ადამიანი დღეს მეცნიერი იქნება მწერალი იქნება ხელოვანი რომელიც ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნება ვიცნობთ ასევე ადამიანებს რომლებიც სუფთა არიან და თავისებადოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ მაგრამ ერთიდზე დასაფლელია ისეთი ადამიანები რომლებიც ერთდროულად ატარებენ მაღალ სამეცნიერო დონეს ხარისხს და ამ დროს არის უღირსეულესი პიროვნება და მოღვაწე კაცი რომელზედაც ალბათ ბიბლიაში ყველაზე კარგად არის ნათქვამი აი ყველაფერი დიდებულია მაგრამ რომ თქვენ ხართ მაღალი წუთის ოფიცარი აი ესეთი პიროვნება გახლავთ რომელიც ჩვენს დროის ცხოვრებას ალამაზებს თავისი პიროვნული ხიბლით და იმ დიდი სამეცნიერო ნაღვაწით რაც ამ პიროვნებამ შეძლო და გადაუკვეთა და ხედავთ ის შესანიშნავ მონოგრაფიებს იმ კვლევებს სამეცნიერო კვლევებს მისი სამეცნიერო ხარისხი ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია რომ ის გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტი აკადემიკოსი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და აი ამ პიროვნებამ თავისი ცხოვრების მანძილზე შეძლო ის რომ ქართულ მეცნიერებაში, კერძოდ ეთნოლოგიაში, ხელოვნების ისტორიაში, კულტურის ისტორიაში თავისი კვალი დაინიშნა. ახლა ყველანი ციგნის ჩამოთვლა მე რომ დავიწყო შემეშლება. იქეთ სისტემა რომელსაც დოქტორ ტაკაიშვილი და ჩიტაია და ისინი თონდა იკვლევდნენ ამას. და დიდი სკოლა კერძოდ სწავლების არიან. მარტო რომ ის სახელები ხვა ამირანაშვილი, ჩიტაია, სოტამესია და სხვა გიორგი ჩიტაია და სხვა დიდი მეცნიერები ამ სკოლა გამოვლენ ადამიანს რაც უნდა სხვა პასუხისმგებლობა და სხვა დამოკიდებულება აქვს მეცნიერების მიმართ, მაგრამ ის არ არის მარტო კაბინეტის კაცი. მას კივა საქართველოს და მის დაწერებში სწორედ ეს ჩანს. ახლა ყველას ვაწუხებს ესეც ხო თვითონ შევეჩვიეთ, მაგრამ ბატონიადარი ამბობს, რომ როდესაც მომთხოვეთ ჩემი სტატუსიო მეცნიერებად აღარ იყო, უკვე იყო ისტორიის დოქტორი. ისტორიის დოქტორი შეიძლება იმოვიდ, რომ ჭორზე აღოს ადამიანად, მაგრამ მეცნიერა და ამას ის აბრალებს და ლაპარაკობს, რომ ეს არის სწორედ დამოკიდებულება იმაში, რომ ჩვენთან სერიოზული მეცნიერების მიმართ, სერიოზული კულტუროლოგიური კვლევის მიმართ არ არის სერიოზული დამოკიდებულება, მაგრამ ერთი რამ, რაც მან თავის ტექსტში უწერია და წერს, რომ დღევანდელ საქართველოში მე უკვე გადავაჭარბევ საკმაოდ ხანდაზმული ასაკი მაქვსო და აი სამშობლოს გამყიდველებისო და აი გაუნაწილებელი უწიგნური ხალხისა და სახალხო ბოზების პოპულარობის ნახევარის არ აქვს. და მართლაც რა კარგად თქვა ეს ბოლო ორი სიტყვა, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ პოლიტიკურ ელიტაში, რასაც ჩვენ ვუყურებთ სამყარო ტელემასმედიაში და რასაც ჩვენ ვხედავთ შოუ ბიზნესში, რა თქმა უნდა ეს მომენტი არის, მაგრამ ეს
მოიტანა იმ დრო, რასაც მასობრივი მასკულტურა ქვია და მოიტანა ღირებულებათა დევალვაციამ, რომ გაუფასურდა ის ღირებულება, რომ ჩვენ ვხედავთ მეცნიერი სახელს ატარებს და არ არის მეცნიერი, არ არის ის პოეტი რა თქმა უნდა და არ არის ის ხატვარი და ყველაფერი გაუფასურდა ის, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ხაზი გახდა. და ახლა მის სამეცნიერო წიგნებზე საუბარი ახლა ის შეუძლებელია და მე რა თქმა უნდა ამას არ შევძლებ, მაგრამ ეს კონკრეტულად ბატონი ჩვენ სინაშე წარსდგება, ეს გახლავთ გრიგოლ ორბელიანის მიხარის გივზებს სოხوارდა გივზებს. ეფექტური წიგნია რაღაცნაირად, ესე იგი იქ სხვადასხვა არის იწყება პორტრეტებით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებების პორტრეტებით, რომელთაც ჩამოყვანილი გაფრინდებული ანდრე კომაიშვილი, ჩვენი დიდი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, ჩვენი მწერლები სამარჯილაძე, ბევრია ძალიან, ესე იგი მთელი დიდი სპექტრია, ზურაბ კაპიანიძე, ახლა ყველას ვერ ვიხსენებ, მაგრამ გარიკატურია, ჯავახაძეა, თომი და მთელი სპექტრია ჩვენი, რომელსაც ესე იგი იხსენებს ელდარიდა ხატავს თავისებური შტრიხით, თავისებური და სხვათაშორის რო წერს ძალიან სადად, მაგრამ აი მწერლური ის ელვა გამოხდება მაშინ. აი დაინახავ რომ ისე ფრაზას ითქმის დაუშვათ, რომ ან ისე შეაფასებს, როგორ ამბობ უხრამზე რომ მანო საქართველოს იმედის ის ჩააცვალა, პერანგი ჩააცვალა საქართველოს უკრაინაჯავებმა იმედის პერანგი ჩააცვალა და აი ყველა ასეთი თუნდაც სიტყვას რო ეძებთ და რომ ნახულობ წავყიალდი და თავისუფლებაში შემოწავ სიტყვაში და ისედაც ამ ნაწარმოებში ამ წიგნში არის კვლევა, ეთნოგრაფიული კვლევა, ჩვენი ამიერკავკასიის მახლობელი საქართველოს და მახლობელი ამიერკავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის და ძალიან დიდი სპექტრია, ძალიან დიდი და ამ ადამიანს თავარი არის რომ ის სამშობლოს ბედით შეწუხებული კაცია და ძალიან მოაქვს ისეთი პროკარქება, ისეთი აზრი, რომელიც ძალიან გასაფიქრებელი აზრია, რომ სამშობლოს გამო შიშიო დასაძრახი არ არის. ანუ სად გადის ზღვარი იმაზე, რომ შენ თავი შეწირო და თქვათ რაღაცა ისეთის ბრძოლის და სადა იმ სტრატეგიის, რომ აი სამშობლოს შიში და აი წინდახედულობის და იმ სიფრთხილის, რომ რა შეიძლება მოყვეს, შეიძლება ზოგჯერ რაღაც მოქმედებას ავანტიურად დაიყვას და აი ეს პრობლემა. ეს ადამიანი არის ყველგან მის წერილებში, თქვენ წარმოიდგინეთ სოციალურ ქსელის მთელი ამონაწერია და მე რომ ვაკვირდებოდ იმას, არ დარჩა პრობლემა თავისი გულის ტკივილი რო არ გამოეხატოს. ყველგან არის სამშობლოზე შეწყვეტილი ადამიანი. აი ისე როგორც აი შვილის ავადმყოფობაზე რომ გამოვა ადამიანი და აწერიანებულია წამანზე გამოსული, აი ისე ტკივა სამშობლო. ისე ხედავს ქვეყანას და ახლა ამ სამშობლოს არსი მე რომ ვკითხო ჩვენთვის ძირითადად რობაქიძემ გამოხატა ძალიან დიდებულად თავის გველის პერანგში. და გველი იცვლის პერანგს, მაგრამ გველი რჩება ყოველთვის გველად. ესე იგი საქართველო არ უნდა ჩარჩეს წარსულში და არ უნდა იყოს მიგული მხოლოდ წარსულთან, არ უნდა იყოს თლიანად სახესებსული და მისი არსი დაკარგული. ამიტომ საქართველო უნდა იყოს არსი მუდმივად. საქართველო ოღონდ უნდა იყოს მანამდვილად განახლებადი. მანამდვილად უნდა განახდეს, როგორც გველი იცვლის პერანგ, საქართველოს დროის მიხედვით უნდა განახდეს, მაგრამ სული უნდა დარჩეს ქართულია. ეს ქართული სული აქვს ამ ადამიანს. ნამდვილად უკვე შემიძლია და იმაზე ვთქვა. მე შემიძლია გავავრცელო ეს საუბარი კიდევ დიდხანს, მაგრამ ამ დარბაზში ისეთ საზოგადოებას ვხედავ, მაგრამ
თავარი თვითონ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის გმირია ბატონი ელდარი და ამიტომ ჩვენ ასე ჩავიფიქრეთ ეს რომ ბატონი ელდარი წარჩება თქვენ წინაშე ისაუბროს იმ დიდ თემაზე იმ მნიშვნელოვან თემაზე რასაც ქვია რა შეუმატებს ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს საქართველოს და დანარჩენი მსოფლიოს ცივილიზაცია ანუ რა შეიტანოს საქართველოს მსოფლიო ეთნოკულტურის საგანძილში ვითავარ ჩვენ მნიშვნელოვანი მსოფლიოსათვის რა არის ის სფერი რა არის ის ჩვენი კულტურა ზოგჯერ ჩვენ ძალიან ესე იგი ისე უყურებთ მხოლოდ სულიერ კულტურას უყურებთ და ეს ძალიან არასწორი შეხედულებაა ზოგადად საზოგადოებრივ დეველოპერებში მაგრამ ამისეთია მნიშვნელოვანი კულტურა და ჩვენი ძირითადი კულტურა და ეს ორი კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის როგორც სულიერი და როგორც ნივთიერი და ბატონი ელდარი ნივთიერ კულტურას იკვლევს თავისთავად მისი დამოკიდებულება ხილოს და რამდენი გამოფენები ჩაუტარებია რამდენი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ყოფილა თავისთავად პოლიტიკაშიც იყო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა და სხვადასხვა დიდ ასამბლეებში მეგობრობდა მონაწილეობას როგორც წმინდა საბჭოში რუმინეთში და სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაფერს ერთად ხლის სამშობლოზე დაფიქრებულ და მოწუხარ მეცნიერს და მოედან მე მინდა რომ აი ეს პიროვნებად გადავცე სიტყვა და ისაუბროს მან იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენთვის ყველასთვის თუ რა შეგვაქვს ჩვენ მსოფლიო ეთნოკულტურის საგანძილში მოგესალმებით ბატონო საერთოდ გამგესახოთ რომელიც իրար մարտաշა դոնիները და մենք դեմինա თემის ალკოჰოლს აროგოდეს ნაბოლოო შესანიშნავ ადამიანს რომელიც ეცეც ბიზნესმენი ზალკონ ფადაგერის უბრალოდ რომ მოლეკულები მაგრამ მე ჩემი ბრალი იყო ვერსიები და ამდენად მოხდა მეანდრეს ხედი და ზალკონ გამსახურება და უბრალოდ მადლობა რომ მე ვიდეო სტიმულე გარბაში დიდი ისტორიული გარბაში ამ პრინციპს რა ყველა ჩემთვის უსაფრთხო ადამიანია რა საკეთის ყველასთან რაღაცა სიტყვას ხმული მათ ჩემთვის ეხება იქნებოდა თუ შეიძლება სხვანაირი სიტყვა რომელიც ადამიანს შეგაკეთებს ფასადისადმი ამიტომ ყველა მოგესალმებით რომ მოგზაურობ ეს აღმოჩნდა ჩემის კურსები ჩემი ძმებს ამას განაცხადა და მიხარია რომ ადამიანების ურთიერთობას ადამიანის ერთად ყოფნას არჩევია არაფერი რომ ადამიანია სამყარო ჭირი ადამიანია ყველაზე ღირსეული ადამიანია ყველაზე დიდებული და ჩვენო გაუშვიდეთ ჩვენ ურთიერთობას არა თავას მაგრამ ხოლო ადამიანთან ურთიერთობა არის ბედნიერი რამ ამიტომ დიდი მადლობა თქვენთვის და ყველა საქმეს აქვს თავისი მიმდევარი თავისი დამხასიათებელი თავისი გვერდში მდგომი თუმცა ადამიანები ვამყავს მე არც ერთი ჩემი წიგნი შეიძლება არ ყოფილიყო რა ერთი დიდი წიგნი გამოდა ლექსიკონი ჩემი ზოგიერთი მექსტეს წიგნი და ვერჩინო და აღარ უსამართლოში უწნულეს ადამიანი ამ წიგნის გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის რადგან ამბობთ არყადაში ნაგერა ახალგაზრდა კაცი საოცარი ადამიანი შენებელი რომელმაც ესე ერთი წარდაფიქრებულა ესე გამოსეს წიგნი და დღეს ოქროს მიკიდო მე მინდა მადლობა გადავხო ახალი მიშაბოლაზე ჩემი უძულას ეს ზანა მეგობრული პრინციპი პოლიტიკა შეიძლება მახოშვილი რომელიც გერჩიმეტა ჩემი დათვაქარი ჩემი მიკუპასესი ნოდარი ზაზაზე პირველად გამოვაჩი ლექსიკონი ნოდარი გერჩი დამენდა მაშინ და ჩემი ამბრაბრალობა ჩემი სოცა ჩემი ანგო ჩემი პრემენასო მაგო ჩემი სოფოშო და კიდევ ერთი დიდი მადლობა მინდა გადავხო რაც შეიძლება დიდი ლექციის სამკითხელი არ ვარ მეგონია დარბაზი არ საჭირო ჩემო ლექცია უბრალოდ ვიყურებ რაღაცას და აი ეს წიგნი ამ წიგნის ავტორი გახლავთ ელიზბარ ჯავილიძე ელიზბარის იმას გადავწყვეტ ისმენ აიჩუგარებს და ინა წავიკითხავ სულ რაღაც ეს არის მარტო აბზაცი და ნადირაძე ცნობილი წიგს ზუსტად მიესადაგება სათავრად გამოტანილი გრიგოლ ორბელიანის ცნობილი ლექსის ეს კოპი მიხაილ გიმზერ უხარ და გიმზე ჭეშმარიტად წიგნი გაზმენთილია სამშობლოს მიმართ სიხარულითა და წუხილით. სიხარულით
იმის გამო რომ ჩვენი მრავალჭირვალე გადაახადეთ ქვეყანა კვლავ ებრძვის საუკუნოვანი იდეის საქართველოს ღირსებისა და მეურნეობის გადაჭერისათვის და წუხილი იმის გამო რომ ამ იდეის განხორციელებას დაბრკოლების ბარიერა გადაგონია შინაური გარეული სრული ლიბერალთა ისტორიამდე მისული წინააღმდეგობა. ეს არის ჩემი პოზიცია. თუ ხმაური ნაკლებად იქნება ამ დარბაზში მასაკუთრებით ამ ინტელექტუალურ საზოგადოებაში ჩემთვის უპირველეს არის ჩემი განაცხადის სამყარო. არ მინდა ხომალად ჩამდეს ახლა სამშობლოზე ძახილი და ჩემი ქვეყანა და ამაზე ლაპარაკი და თუ გადაჭარბებული არასდროს არ მოყავს არაფერი. ამიტომაც მაგრამ მე სამი დავყუნდი სრულყოფილი ბედნიერება მიიღება მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით და სრულყოფილი ბედნიერება ის შვილიც აკავს სრულყოფილი მეუღლეც აკავს კიდევ რაღაცები რომელიც ძალიან გიყვარს მაგრამ აი სრულყოფილი დაწყებული ულამაზესი სიყვარული მიიღება შენი სამშობლოს გამარჯვებით შენი სამშობლოს წარმატებით შენი სამშობლოს ხალინდელს გათენებით სულხასაუბრებელია პირდაპირ ჩემს შემდეგ საქართველოში სულ უკეთესობა ყოფილიყო ეს არის ჩემი იდეა და ეს არის იმიტომ რომ ჩვენ გვეცდება შვილები ულამაზესი ადამიანები რა და მადლობა ხმერდა მადლობა იმ ადამიანებს ვინ ჩვენ დღეს უკრაინის ბომბარდირებაში არ ჩავაგდო ამას დაფიქრება უნდა ამას განსჯა უნდა ეს შეხვედრა უნდა პოლიტიკური შეხვედრა არ გახლავდა აგრეთი სიტყვას არ ეხმარება პოლიტიკაზე მაგრამ ის რომ ჩემი პატარა ანანუშკა ეს კარგად ამყავ ერთი მედია და გიჟდები მე მიგულისობის როგორც მე გიჟდები რა და ეს არის ბედნიერება და ამ ბედნიერების მომტან ხალხს დაფასება ჭირდება ვინც ეს გავიკეთა და არა ვარ დანგრეული ისე როგორც დანგრეული უკრაინა ეს ისე რა შეიძლება ეს მე ბავშვიდან მიყვარდა ესე ლიტერატურა მიყვარდა რა მე ვიყავი მე-10 კლასში ერთი 5 გამარჯვება მქონდა რაიონის შეკრებებზე ამას ეკონოში ვიქტორინა წიგნებს გამოვიტანდნენ დააძებდნენ წაიკითხავდნენ რაღაცა ერთ ორ აბზაცს და გეტყოდნენ მისი ავტორი ვისი ნაწარმოებია და პრეზიდენტის ამბობდნენ ამით იმის გამიტანა სკოლაში მაინც დიდი არ გამოვიჩივა 400 მოტოქება პრინციპია მაგრამ ამ საქმეში მე მაშინაც წინ ვიყავი და მიყვარდა კითხვა ძალიან და ამან მომცა იმის უნარდა საშუალება რომ აი ეს ინტეგრობაშიც ხელი გამეწადა ესე და ჩემი სიტყვა არა ესე იგი ერთადაგობა განხდა იურამესენ ყავებს ძილფას ნეუარი ის ვიასანოს მეტყორო ელდა შენი სიტყვები ჰაერში დაფინდნენ და სადაც უნდა იქ დასწრებიან და როგორც ესე მე არის მონოპოლიზაცია და მონოპოლიზაცია ამდენად მე პირველი მოთხრობა გამოვხდა უნივერსიტეტში გადაჭი ამ მოთხრობისა იყო მაგარი გამომოქმედება გივი შეყილაზე გივი რაღაცა და გადასარგებლო მონოპოლიზაცია ამ იმის შემდეგ ასაკობელია მეცნიერებაში შევედა მეცნიერებაში არ გავაკეთე რაღაც მეგონი გავაკეთე ის რაც მინდოდა რაც ისურდა რა მოსახლეობის ძირითადად ქართულ ეთნიკურობას ქართულ ეთნიკურა არის ჩემი ძირითადი კვლევის ობიექტი ჩვენი ესე იგი მიღწევები მსოფლიო ცივილიზაციის საგალობლოში რაც უკანია გიორგი ჩიტაი ამბობს ჩემი მასწავლებელი აკადემიკოსი გიორგი ჩიტაი როდესაც მან ეს იყო ქართული ეთნიკურობის უცნაური კვლევარი ამბობს რომ მადლობა ჩემ ხალხს ასეთი მემკვიდრეობისათვის მადლობა ყველა ხუროსა და შემოქმედს რომელთა მარჯვენამ ქმედი და საქართველოს შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურის საგანძური აკადემიკოს გიორგი ჩიტაი თამას ამბობდა რომ ჩვენი შექმნილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური დავეთანხმები მithumetes მასში როცა მე აი ამდენი რამე ჩემს ხოლმე გამოვიდა 65 წელს კაცი ვარ უკვე და ამდენიმე ვნახე ამდენიმე წავიკითხე მე ჰუმანიტარული მეცნიერება არ გახდა ნაუკლისე ლუც კათოლიკოსებს მიაღწია ჰუმანიტარული მეცნიერება ჭირდება დრო წიგნის კითხვა და დრო მათემატიკოსი ფიზიკოსი თქვი და მასიულად ახდ ბიოლოგია არ ახდს სასწავლებელი და თავისი ზააფრა თავის მაგრამ ჩვენ ჭირდება ჰუმანიტარებს ამეთოდი დრო და ეს დრო მარტო კაბინეტში არ არის ეს დრო არის გარეთ ეს დრო ეთნოგრაფისათვის ეთნიკურობის კვლევარისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხალხთან ყოფას ხალხთან ურთიერთობას მე საქართველოს მაქვს მოგული მთელი საქართველოს ყველა სოფელში არ არის მაგრამ მთელი საქართველოს მინახავს შესანიშნავი ადამიანები ჩვენი გლეხი ჩვენი ყველაფერი ჩვენ ვართ ქართული ხალხი ჩვენ ვართ უპირველესად დიდი მომულწევი ჩვენ ასე ვიქნა არც ელექტრონი არც ლიანდაგი არც ორთქმავალი არც ნატურა მოგონებია და ესეთი ტექნიკური დაგები ჩვენ აფერდა ესეთი ხარჯები მაშინ რითი ვარ ჩვენ ძამ მე ჩემს ვეკითხები და ვეკითხები და საფუძველია და აცკარებს ამას რითი ვარ ჩვენ ვარ
მიწის მოქმედი ხალხი, მიწის მუშა ხალხი. ეს არის ერთი ძლიერი ბგერა, რომელიც დაშენებული იყო ჰარმონია მთელი არსებობის. მთელი ჩვენი ყოფილი, ჩვენი კულტურის რა. აი მიწის მოქმედი იყო უმთავრესი. ამიტომ არის ჩვენთან რომ უპირველესია ღვინო, უპირველესია უპირველესია ფული. საქართველოს არის ვაზისა და ღვინის ქვეყანა. ამდენად ეს რომ მიაღწევ მსოფლიო ცივილიზაციის საფუძველს გასაფრთხილია განაპირობებს სწორედ რომელიც ამბობს რომ მსოფლიო ცივილიზაციის საფუძველს სწორედ მიწის მოქმედება. იუგოსლავიის ასეთი დიდი კაცი გერმანელი განაცნობილი, რომელიც ამბობს რომ კრინგერი ეგეთი სახელის კაცი იყო, ამბობს რომ არც მსოფლიოში ისეთი დამოკიდებულება, ისეთი ახლო ურთიერთობა არ არის მიწასთან, როგორც ეს არის საქართველოს. ამდენად ტელეფონში მე მოიწერება ისეთაც პროცესა. ამდენად ჩვენ ამბობთ დავკარგოთ ესა ჩვენი მე ახალ ეს კიდევ ნაყოფს და ეს ჩემპიონების ჩანს ყოველთვის ფიქრობ რა შეშველება ჩვენ როგორ იქნება დავდივარ ამ სოფლის დაცალებული სახლები დაცალებული აი კიდევ გერბები დაცალებული სახლები სადაც არ მოწაფული სამეზროს იქნება და იმერიც იქნება მესხეთში სადაც არ მიყავს მეცერს რა იშვიათად ნახავს ოთხი ექცენტრის სკოლებს ეს არის უნდა მოხდეს როგორ მოხდება ჩვენი კაცი ჩვენი ადამიანის სოფლისაგან და ჩვენ მიახლა იმას არ მომხდარა რეგულაციები კარგა სახლის დაიწყოს შეხედულობასთან დღეს მაგრამ ოშენფოში არსებობს თანამედროვე ტექნოლოგია იმის ხელშეწყობა და სახელმწიფო ყველაფერი უნდა დააყენოს იმისათვის რომ მოსახლეობა დააყენოს რაც არავინ არ წავს სოფელს ისე წავალ მარტო არა ის უნდა იყოს სიხარულის სავსე ის უნდა იყოს დახმარების იმედა იმიტომ წავიდა და მიხვდეთ თავისადმი და ამოვიდეთ ძველი ქვეყანას მანერა ჩვენ არ ვიცით და საქართველოში 2 მილიონი ქართველი დარჩა 2 მილიონი ქართველი დარჩა როგორ წავა ჩვენი საქმე არ ვიცი მაგალითად ცოტა ასე გამომივიდა მაგრამ აი ესეთი ეს არის რა მინდა მე მოგახსენე რა უნდა ესეთი ჩემი რაც მე გავაკეთე ნუ ეს ჩემი ციგნები რაც არის და დაახლოებით ესეთი 30-მდე მონოგრაფია დავწერე არასოდეს არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობა სადაც როგორ დაწერე თავია რა პოზიციები ეჭირა როგორ იყო შეგამოკიდებულება თუნდაც როგორც მეცნიერის როგორც ადამიანის და როგორც მოქალაქის ჩვენ უყურებთ შესაძლებლობაში მოქალაქეებს როგორ მოქალაქეებს რომლებიც აშკარად ელოდნენ თავის ქვეყანას და ესე ამაზე არიან აწყვეტილი სხვაგვარი საქართველოში ესე იგი კაცის მოწყობა მაპატარა კაცი გადაგდება სახელად იქცა რა პარლამენტში ვარ პირველად მახსოვს და შევედი პარლამენტის წევრი ვახდე და ეხლა შევედი მიხარია საკუთარი ადამიანები რომ მოხდიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წითელი ხალიჩა გაფრინდი ეს ხალიჩაზე მიდივარ ვილა ხელი და ნენელა ხარები კიდევ დავდივარ და ჩემს მიდის ერთი მიდის რაიონის გამგებელი რომელმაც ესე იგი გააყარა არცელი როგორ გააყარა ვიცი და ესე იგი ადამიანები არის ჩაყალეს და ჩაყალეს ეს და მოქალაქეთა კავშირი იყო იმის რა ხოლო ეხლა ამის ესე და ზემოდან გამოიხდა მომავალ პარლამენტის თავმჯდომარედ ხოლო ეხლა ეკითხება ზემოდან რა ქენი ბიჭო ავაკეთეთ ყველაფერი როგორ საჭირო იყო ის მთელი პარლამენტი ჩათავდა ეს როგორც საჭირო იყო ესე როგორც ვიცით რა იცოდე ესე ხალხი გადააგდეს სამაძებო აპარატი ხოლო აი ესეთი ამოკიდებულება როცა არის ქვეყნის მიმართ და მაშინ ჩინდება და მაშინ განსაკუთრებულად უნდა იყოს მაგილას სადაც ხდელიათვის ჩვენ გავიდეს კიდევ რა შემიძლია გითხრათ ეხლა მე ლექსის აღიქვას კიდევ გითხრათ არ ვაპირებ და არ მინდა რომ რაღაც ეკონომიკის მაგრამ აი ჩემი მომავალი გეგმა როგორი არის მე მინდა გავაკეთო ეხლა ბოლოს უშო ნაშრომზე რომელშიც ესე უნდა წარმოვაჩინო მე კი არ წარმოვაჩინო ეს არის ზოგადად ქართულ მეცნიერებად განსაკუთრებულა და მე ვაკეთებ იმის საერთო ანალიზს ვაკეთებ რომ ეს დაიწეროს უცხო ენაზე ინგლისურად დაიწეროს ანგლურად დაიწეროს იტალიურად გადაითარგმნოს და გამოქვეყნდეს იმიტომ რომ ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება ძირითადად ეს თემები ჩვენი სამიწათმოქმედო კულტურა მე გახდა ქართული ხორბლის ხორბალზე წრის წარმოშობა ქართული ღვინო ლითონწარმოება
თვითმოწამება, საცხოვრისი, ქართული კოსტუმი, ოქრომჭერნობა და კიდე შეიძლება გაიმატება აუცილებლად ქართული ფოლკლორი, როგორც სიმღერები. ეს არის ჩვენი ძირითადი, ესე იგი ეროვნული ღირსების მაჩვენებელი და ჩვენი გზა საჩვენებელი გზისა, რომელმაც ჩვენ მოგვყავს ცივილიზაციის კარიბჭე. ეს კარიბჭე სულ დაგეგმილი ხდება ჩვენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უცხოელი მეცნიერები ჩვენ კულტურაზე ლაპარაკობენ. არსებობს საკითხი არის ესეთი იყო უბრალოდ ინგლისელი მეცნიერი, როლანდ ტოინბი, რომელსაც დაწერილია 11 ტომიანი შრომა მსოფლიო ცივილიზაციის შესახებ. ეს კაცი საერთოდ საქართველოს არც ახსენებს, რომ თუ ჩვენ ცივილიზაციის ნაწილი ვარ, არ ახსენებს საერთოდ. ესე იგი, საოცრება, როდესაც ახსენებს, რომ ოლდისპირეთში ქრისტიანობა განსაკუთრებული ითამაშა ზოგადად აღმოსავლეთ ქრისტიანობაში, სადაც ოლდისპირეთის ქრისტიანობა, რომელიც ესე იგი განსაკუთრებული რა იყო ოლდისპირეთის ქრისტიანობა, თუმცა შუშაკის სამყარო დაწელი პროფესორებში. ამდენად ამასაც უნდა ძალიან მოხილება და მინდა რომ ესე იგი დამოკიდებულება, რომელიც უცხოელ მეცნიერებს აქვს ქართველების მიმართ ზოგიერთ საკუთრებელია ხა. მე არ ვაპარაკობ მარი პროცესზე, მე არ ვაპარაკობ კიდევ იუბა დემოკრატიაზე, არ ვაპარაკობ ძალიან ბევრი ვის ჩამოვიდეს საქართველოში და დაინახეს ქართული სული ზუსტად და დაწერეს ის, რაც მან დაეწერა. მე ვაპარაკობ ადამიანებს, რომლებიც ქართულ კულტურაზე ლაპარაკობენ, ქართულ კულტურაზე იკვლევენ და ამ დროს საქართველოს არ იცნობენ. ის მასალა არ იცია, საერთოდ არსებობს თუ არა რა. მაგალითად მეტალების ისტორიის ცნობილი სპეციალისტი არის ფორსი და ეჩისონი. ორი სპეციალისტი ყავს მეტალების ისტორიაში. პრობლემაც სოფლიო მეტალების ისტორიას დაწერს ნაშენი. ერთო და მეორემაც. ესე იგი ისინი ახსენებენ ხალიბრები ვინ იყვნენ, იციან ასაკობრივია, მოსინიკები ვინ არიან, იციან, თუგალები იციან, ვინ არიან. ამათაც წერენ რომ ესენი არიან მეტალის აღმოჩენის სათავეში, რომ მათმა გადაამუშავა პირველად ეს ხალიბური კინო მათმა გამოიყენეს, ყველა მათმა შექმნილ სპინაჩი დიდი წარმატებები ჰქონდათ და საერთოდ ლაპარაკობენ ყველაფერ ამაზე, მაგრამ ისინი არ ამბობენ რომ ესენი ქართველი ტომები არიან. გულიგაკის და მოგლობრო კითხულობ, მასშტაბები და კითხულობ, ისინი დამსახურება, ლითონის გამოყენება კაცობრიობის ისტორიაში გადატრიალება მოახდინა რა. ლითონის იარაღა შენ გარდაქმნა ძალიან დედამიწა და ამ დროს იქ ჩვენი როლი არის უდიდესი და ამ დროზე არ ვლაპარაკობთ. არ არის კი არა, ისინი ვინ დაწერეს ეს ამხელა წიგნი რა, არ საუბრობენ იმაზე, რომ ამაში ყველაფერი ქართველების ისტორია ძალიან დიდი. ამდენად მინდა რომ ჩემი მოვალეებში ესეც შემოწმება უკვე თითქმის ნახევარი დაწერილი მაქვს. ადამიანები გამომყავს, ვინც ესე იგი ზოგიერთ ხდება ისეთ რამებს მარტო არც უნდაზე კი არის, ზოგიერთ განზრახულად ხდება. იყო ერთი გულფასე ძალიან დიდი მეცნიერი, ბიზანტიის ისტორიკოსის ისტორიის დამწერი შარლ დილი. შარლმა ბიზანტიის ისტორია, როდესაც დაწერა, მაშინ ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო. შარლ დილი ისე ამთავრებს თავის ბიზანტიის ისტორიას, რომ იქაც ქართველები ერთი სიტყვა არ აქვს ნათქვამი. მაშინ სომხებზე ძალიან ბევრი, ესე იგი, სიტყვები გაწერილი საკითხი. ქართველებს საერთოდ არ ახსენებს რა. ასია გრიგოლ ბოხა-კაკურიანის მოღვაწეობა კაცი იყო, დასავლეთი ჯარების დომესტიკოსი, ხადარში თავად და დიდეს კაცი იყო. და მას ანაკომდნენ მაგალითად ბიზანტიელი ისტორიკოსი ქაბატონი აცხადებს სომხი. ესეთი მომენტები არის ძალიან ბევრი. ამ მომენტებზე მინდა გამომხატო ყურადღება და ამას ყველაფერს ძალიან მოუყარა. და მეგონი რომ საინტერესო კიდეც შემიძლია როგორც ჩემთვის პირველად ასევე თემს. მედის მარაქსაში თურმე კეთილდება რომ ზატოვოთ ყველაფერი იყოს უფრო ასე შეიძლება პირველ რიგში უგმის ნაბლობა შეიძლება რომანტიკისათვის და მაგალითად აბაშოვა შოქრენი და ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ ეს და ისეთი ვიფასი პატივსაცემი დარბაზია ეს და რომ კითხვა საბოლოოდ მე თქვა ნახევარი პოპულარობა ამხრივდრიანი ხალხს, მაგრამ თქვენ ვიცნობ მოაზროვნე საქართველო და მე ვფიქრობ ეს წოდება ზემოთ და მოაზროვნე საქართველოს ეს ამ დარბაზია და თავარი არის რომ რას ფიქრობს აი სამშობლოზე დაფიქრებული კაცი. ახლა ჩვენ ესეთი თვითონაც ძალიან ცოტა ისაუბრა. შეიძლება მეტი ისაუბრება თემაზე ფიქრობთ ჩვენმა ელდანმა. ამიტომ საკაც 3 წუთში მაქსიმუმ 5 წუთში ჩამოვაგალიბოთ, იმიტომ რომ ყველას მოგეცემა საშუალება უფრო ის სიტყვას გამოხატავ და
ასე ჯობია და მე ვერავის ვერ კადრებ ახლა მე აქ ისეთ პიროვნებები ხარ 2 საათი რომ ვილაპარაკო ვერ კადრობ შეიძლება მაგრამ და მიცეთ ამ საკითხს ზომიერება მიცეთ და მოდი ვთხოვოთ ახლა აკადემიკოს სოშოს სიგურას მეგობარს ვედარი ემიდა ერთი სოციალ არამები აი აკერტიში ესე კარგი იყო და მინდა რომ შემოწი ვარ იმ ადამიანებს ვინც ამის შემოხსენებული მithmelas მიყოს დამოკიდებული და ისაკ ზოგი ამარაში და ვერ ვახერხებ რომ ესე გაიგინა მაინც ხო ვინარი ესე ელიზაბეტი ჯავანზე თამაშობენ მოდარ ნახად ვიდეო თამაშობენ ესია პატარა სპეციალური ასარი საერთოდ მომდაბა დაახლოებით ევგენი მაჭავარია მოდარ ნახადზე თამაშგელი ლევან თუშკიძე აზერ კომაიშვილი თამაშ ინცილაძე ვიზიტა ივანიშვილი ნანა ხაზარაძე ზურა კაფენძე გურამ შარაძე მოდარ ბულაბანიძე ოთარ ეგაძე ნიკა კავჟარაძე ნინო სურგულაძე თემურ კერტეშვილი ლევან ჭაჭიაშვილი გია ჭირაკაძე თემიკო როლაძე კაშაკალაძე გუბერ ფერაძე კახიასათიანი გურა კიკიძე იმედო ყადაზე მაყალა ბონაშვილი ემდარ კუჭაჭი მიშა როლაძე გურამ ჩაიძე ოთარ ეგაძე ოთარ ჯუბილა თემურ გოგიშვილი ენასე კაგერებს და თემურ დიდი მადლობა შემოგიყვება Ayrıca რამდენიმე თვის წინ წავიგიფრენ დოქტორ ნადირაძის შესანიშნავი ასევე დიდი წოდნი დიდი გემოვნები აერთა აგრიგიფა გერდარმა სია იმ ადამიანებისა მოკლე პორტრეტები ჩანახატები რომ აქვს ხუთ გამოფილებადარი ეს წიგნი გაყოფილი და აი პირველ გამოფილებაში არის აი ეს ხარტის ახასიათებები აი იმ ადამიანებისა მე მინდა ვითხრათ იმას გამოარჩევდი ამ წიგნის ღირსებას ის არის რომ ამოირჩევა საოცარი ობიექტურობა დღეს ძალიან აქტუალურია პოლიტიკასა და კულტურაში. აი ის ადამიანები რომელზეც არის დაწერილი სხვადასხვა წამსის არიან, სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა მასშტაბის, ჩვენ ყველა დეტალის ცენტრით ზურაბ იქნება და ასევე არის ამ წიგნში, მაგრამ არც ის გამოჩენია ელზენადირაძეს რომ თავის დროზე ის ვერ მოიქცა ისე როგორც პატრიოტს ეკადრებოდა. ასევე არის დიდი პატივისცემი და მე დიდი პატივისცემი ვარ განწყობილი მოდარ მათაზეცოვისანი. მაგრამ გასმა თვითონ აღიარა თავისი შეცდომა რომელიც ვერ მოიქცა კრიტიკულ ჟამს ისე როგორც პატრიოტი. აი ზოგადად ნადირაძეს აქვს ერთ-ერთი პირველი გადატრიალების შემდეგ ზედ გამსახურდია წერილი და ინდივიდუალური პოლიტიკური პროცესები. და მინდა ვთქვა, რომ აქაც საოცარი გულისმერები, აქტი და ამავე დროს სიკვდილით, მაგრამ ამოწმულია შენიშვნების პრეზიდენტის პიროვნებისა თუ მის საკვირველი ოცების შესახებ. ასე რომ დიდი სიყვარული ამათული პიროვნების მიმართ მისი ღვაწლისადმი ელდარს არ უშლის ხელს აინახოს ის რაც არ არის თქვას ამათული ადამიანში მოსაწონი. მე მინდა ობიექტურობასთან ერთად ხაზი გაუსვა დიდ ემოციურობას რაც თვითაც არის ეს წერილები, პორტრეტები, ჩანახატები, ეტიუდები გაზერი. ეს თუნდაც იმიტომ არის აღსანიშნავი და საქმეები, რომ ელდარს უყვარს ქართული ლიტერატურა და საოცრად კარგად იცნობს ქართულ პოეზიას. ელირიკის შედევრებისა მან ზეპირად იცის და არის ერთი პასიური ცოდნა პოეზიის და ლიტერატურის და მეორე, როდესაც შენ ამ ცოდნას გამოიყენებ შენს შემოქმედებაში. აი ელდარს სწორედ ეს პოეტურობა, ესეისტური იქნება თავო აქვს გამოვლენილი ამ თავის ნაწერებში. ამიტომ
მე ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ მის ნაწერებს. Ქრისტინა კონდა ფეისბუქზე საქართველოში სოფლების არიელდება საოცრად ემოციურად არის დაწერილი. იმიტომ რომ მარტო ფაქტი რო აღნიშნო, მარტო ადამიანი რო აღკვეს ართმა. ის შენ ისეთნაირად უნდა აკეთო, რომ ჩემზე მოახდინოს მასშტაბებიობა და ვირწმუნო, რომ ეს შემოქმედი ეს წერალი პოლიტიკოსი მართლაც იმსახურებს აფასებას და აღიარებას. Terili visinateli söylemşulis kötedikler hazırıyız da me adresmal gönderisiz natlamıyorum. Ayrat suri gelişemiyorum. Roza sargatlarıyla argasıyla koyuyorum. Fakat hep Erdoğan'ı yapılmaz söyledim meselleri problemimiz aşık edersin. Bu saslı yaparadık hala. Bir de hepsi Carter literaturul eseisturi konkretების წერილებს არის სამეცნიერო ნაშრომები და უნდა აზრი გაუჩნდა ერევნის სახანო ერთი წელი ნაშრომი არის ამ წიგნში. ესეც გვაცნობს ჩვენთვის ახლა იმ სიტუაციას რაც იყო მე-19 საუკუნეებში რაშიც იყო მოქცეული საქართველოს და შემოწუხარ რომ აი თბილისში იყო ამდენი სომეხი უმრავლესობა მაგრამ თურმე ერევანში უნდა ყოფილა საქმე იქ უმცირესობაში ყოფილა სომხები ეს აზერბაიჯანი თურქული სპარსული და რა უნდა ვიკვირდეთ ჩვენ ამ ხალხიდან როგორ გამოავსიეთ როგორ გადავიდეთ განაირად ისე შესანიშნავად აღებული პერიოდები რაშიც ერეგლენტარიზაცია ისწავლენ ნაციფო ნადიოშარი როაშკოვაიება თუ შემდეგ აი ასე საოცარი გემოვნები ერუდიცი დიდი პროფესიონალიზმით არის მეგობრებო ეს იგი დაწერილი აი თქვენ ახლა აიღეთ არ გავცერცაგებული და მე გირჩევთ რომ საერთოდ და დასრულებით რომ ეს არის დიდი მონაპოლარი ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებას. წარმატებას ვუსურვებ ჩემს მეგობრებს და ვირაცეს და თავი ასეთი ციგნი გაანადგურებინოს ჩვენი კულტურა და მეცნიერება. მე არაფერს არ ვამბობ უსტაფრენციგზე რასე ავსეგის მიღმა ის სიგნების ასევე მაღალ პროფესიონალიზმი. წარმატება და გამარჯვება. აფროზე შეიარაღებადის მუზეუმის დირექტორს საბურავად ფონდის ხელმძღვანელს, ბევრი მნიშვნელოვანი გამოცემის ორგანიზატორს და ბატონელთან ნათლი მირონოვის მადლით რო არის სახში დაკავშირებული. მადლობა ეს დარბაზი ძალიან ძვირფასი არის ყველა ქართველისათვის და ჩვენთვისაც ძვირფასია რადგანაც ის ორი აი ამ კედლებში ეს საფუძველი და ისეთი დიდი პოეტი დროს შოთანიშნიანი და ძვირფასი დარბაზი ეს კედლები ნახავს ძვირფასი ხალხის ხსოვნას და ყველა სიტყვას ყველა შეფერებას ამ ძალიან მნიშვნელობა და ძალიან დიდი ფასი ბაზონი და ნამდვილადზე იქ ჩვენ მეგობრები ვართ, მეგობრები ვართ, მაგრამ ეს ახლობლობა და ეს ნაცდაობა ეს უნდა აღნიშნოს. ხელს რომ იყო მართალი, როდესაც მასზე ვლაპარაკობთ და მასზე მოვითავთ ვლაპარაკობთ. არც ვინმე თუ ამ დარბაზიდან დავაბათ უხიხარ ის სოფელში შორვილაში
და მისი სახლი გინახავთ. როგორი არის და როგორ შეაყვარა თავისი ასურების, ქართული ასურების გამოყვანით კედელზე, რომელსაც წყალწერები გააკეთა. თავის შვილიშვილსაც გიაკეთებინეთ და ამას, რომ როგორობას ქართული ასოს მომოყავდა. კარგი ეს კაცი არის ამაზე შეყარებული. ქართულ ამბავზე, ქართულ სიტყვაზე, ქართულზე ყველაფერს კარგი. ხანდახან წავხდარი ქართველის უყვარს, იმიტომ რომ შემწარი ქართველი. იმიტომ რომ ის არ არის ის ქართველი, რომელსაც ესე ადვილად გაცემა. ეხლა თქვა 2 მილიონამდე დავჭირდა. 2 მილიონამდე თვლით დავჭირდა. ქართველი რამდენი არის აქედან. ისე რომ ელდა ნადეჟდა მთელი ცხოვრება აკეთებს იმას, რომ ქართველს საქართველოს შეაყვაროს. აი უცნაური კი არის, რომ ქართველს საქართველოს შეაყვაროს. მაგრამ ეს კაცი ამას აკეთებს, ეს არის ამის შემოსა. ის მეცნიერებისაც, მისი ყველა წიგნისა, ყველა სტრიქონისა მე, აი ხანდახან მისი ნაშრომები, სამეცნიერო ნაშრომები, ლირიკასაც კი შეიცავს ხოლმე, რომელიც შეიძლება ცოტა ზედმეტიც იყოს იმ სამეცნიერო ნაშრომისთვის, მაგრამ ის უნდა რომ გახადოს შენთვის უფრო თვითონ. ეს არის და ეს არის ძალიან მე ბევრჯერ მითხრა და კიდევ მითხრა გავანორო, როდესაც აფრიკაზე აკარა ციგნერა გამოგონებული, სადაც საოცარი ეს არის სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ საკმაოდ სიყვარულით დაწერილი ნაშრომი. ეგეთია ყველა რატომ განსაკუთრებით ისე რომ ელდა ხვალგამიწევდა ძალიან მალევე დავამთავრე ძვირფასი მეცნიერი გახლავთ ძალიან არის და მას ბევრი აქვს რომ გასაკეთებელი შეუძლია მას ომნივრად არის, მაგრამ ისაც ელდა ნადირობის ამადობა აგინა ხავთ ვარამდე. ეს უნდა ნახოთ როგორია ქართულ სიტყვასა და რომ ამოდგებოდა, იმიტომ რომ პურგვენოს კაცი. მთელი ცხოვრება ძალიან ბევრი იბრძოლა იმისათვის ელდა ნადირობაზე, რომ ღვინო, ქართული ღვინო აენერებინა და ქართული ღვინის მუზეუმი რომ გაკეთებულიყო რომ ხორბლის აღიარება და ხორბალთან დაკავშირებული ეს ტრადიცია რაც არის, ერთ-ერთი დიდი ამაგი ელდა ნადირობისას არის სხვათა შორის. და კიდევ სამუზა მეტალურგიასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ ეს კაცი იმისთვის იყოს, რომ ქართული სული გამოდოს არა მარტო გააღვინოს, არამედ აგრონომიოს სხვადასხვა მადლობა უბრალოდ ინსტიტუტს არსებობს და ასეთი კაცები ყავს. ბატონ გიორგი გოგოლასის ხო, პროფესორ გიორგი გოგოლასი, განსაკუთრებით ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მრავალი სხვა ხოდი საბატონო შემოერდა ბედნიერება როგორც ქართველი ქართველად იბადები საქართველოში და მე მთელი ცხოვრება ემსახურები ამ ხანს. მთელი შენი საქმიანობა დასწრებული აღარა ახალგაზრდობისა ლევანტამდე და კიდევ ძალიან დიდხანს არის სწორედ იმის მსახურება, რაც ქართულია, რაც ღმერთია, ერთისერაა ჩვენი. I am a little bit here, but I don't say, I am a little bit here.
აი ამ კითხვა ეხლა რომ ძალიან დიდია დამსახურებო ბატონი ელდარისა გვინის აღიარებაში გულისადენა საოცარი რაღაცაა. გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოს თემა არის ჩვენი წვლილი ქართველების წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. ახლა მეხუთე ნომინაცია შევიდა საკანსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობის ნუსხაში ქართული ფორმა. მოგწევან ელდარმა თქვა ჩვენ ორგვინოს ხალხი ვართ. პირველი ეს იყო ქართული სიმღერა. მეორე ეს იყო ქვეყნში ღვინის გადანების კულტურა. შემდეგ ქართული ანბანი, ქართული ჯიდაობა და ახლა აი ეს არის ის ქართული, რითაც ჩვენ უპირველეს ყოვლისა მსოფლიოს ვაჩვენებთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ხუთი. ამ დროს მსოფლიოს ამ უკიდურესად მსოფლიოში არის ქვეყნები, არის ხალხები, რომელთაც ერთი ნომინაციაც კი არა ამ საკანსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარმოდგენილი და ჩვენ აი ამ ხუთი განაცხად ამ ხუთი სიმღერა, ღვინო, პური, ჯიდაობა და ანბანი, ქართული ანბანი, ეს ყველაფერი. აი ეს არის ის საოცარ რასაც ემსახურება ელდარი, ემსახურებოდა და კიდევ ძალიან დიდხანს მოემსახურება. აი მადლობა ელდარ აი ამ მსახურებისათვის. მე თქვა დაგილოცოთ, აი ის რაც შენ ის მე როცა დაგაბედა, მე თქვა რომ უნდა იყო ქართველი და უნდა იმსახუროს სიცოცხლის ბოლომდე ქართულს. ეს მსახურება დიდხანს მეშველებოდა. გილოცავთ რომანდელს და მადლობა აი ეს ახლა უბრალოდ აკადემიკოს როსტომ ამრალიას. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაწესებულება. ბატონი აზორი არის ეროვნული მოღვაწე პიროვნება. გესალმებით. მეგობარ შემდგარდობაში სუპრაროი და საკმარისი იქნება ბარო წარმოქმნის გაუმარჯოს. რა დახუშინდა? მინდა ვთქვა რომ ელდარი არის ამალი კაცი. წერა შეიძლება სიტამაზე. იგი წერს, წყალობს, ატასაზომავს, ელდარ კალამი არ გაექცევა. აი რასაც წერს სამწუხარ ადამიანებზეა საუბარი, ფილმად არის ამოწმული აზრი, რომ მაღალი კულტურის ქართლში არის ეს ამას. აგეთება ჭირდება. მე ვახსენდება ჩვენ ერთად ვიყავით დელეგაციაში და მომიწია ისე რომ ეს საბჭოთა ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი და ჩვენ ვიყავით აზერბაიჯანელები იყვნენ, სომხები იყვნენ, ბელორუსები იყვნენ და ყველა გამოვიდა და რაღაც და ჩვენ გადავწყვიტეთ როცა რაღაც არაორდინალური გვერდო და ჩვენ ვიცინეთ ბახუშე ჩადერთო სენატორი კლემენს ერთობოდი და ჩვენ უხარჭეთ და გაბრაზებული ვართ ამერიკელებმა მოაწყვეს ეს შეხვედრა ვენაში. ჩვენ არა ვარ განვითარებადი ქვეყანა და ჩვენ ვართ კულტურა და რაღაცები უდავის ალტერნატივას ერთად ისე და ის კაცი სამომავლოდ აში დავუდგა. იმ ამერიკელების დამოკიდებულება ჩვენგან იყო სრულიად სხვა, ვიდრე შეხვედრის დასწრებამდე. ასასრული იყო სხვა. ჩვენ ვთქარებთ რანაირად ვარ განვითარებადი, რანაირად ვარ ამ პროექტებში ასათვალისწინებელი რაღაც ცივილიზაციას ბაზიარობ და ეს მივდივართ ვენის თეატრში, სადაც ხუთი ჩვენი ქართველი მომღერალი სოლო პარტიას ასრულებდა ეს ელდარს ძალიან დიდი ასე ვთქვათ თავების უნდა სიტუაცია. აი რა სოციალური შეფასება მოყარულია, რა სოციალური შეფასება. მაგრამ ისკოლები არის შეფასება. ეს არის დამოკიდებულება ქვეყნისადმი, უნდა დარჩეს, უნდა იცოდნენ. და მე მინდა ვთქვა, რომ აი როდესაც ამბობენ აი პოლიტიკა და აზრი, განსხვავებული აზრი კი არ არის გარისათვის. ასე ვთქვათ, რუგებელი. და განსხვავებული აზრის მატარებელი არ უნდა იყოს შენი წერი. არის სიტუაცია, რომ ეს განსხვავებული აზრი სრულ აზრად იქცევა. შეიძლება ეხლა ხესა ახალგაზრდა და ისტორიის მანძილზე რა იყო რომ მოუხელდი კონკრეტულ ადამიანს და მოხდებოდა საქართველოს.
აი გავით შეფასებული ადამიანები ვისაც გაემართა და ეს საფრთხეების უნდა იყოს. არა მაგრამ მეზარება ის კეთილ განწყობა გამოხატოს, რაც გააჩნია. არის ერთი. ასაც ფიქრობს, იმას ამბობს და იმას წერს. აი არის ერთი პრინციპი, რომ ესე წავიდე რომ ყველა უნდა იცოდეს, აი პოლიტიკაში რა გააკეთოს, ლიტერატურაში რა გააკეთოს, ამასთან საუბრობთ მე სოციალ ელდაზე ამასთან და გალაქტიონის ლექსი 1948 წელს არის დაწერილი. ესეთი ლექსია ლექსი რომ იყოს უძლიერესი დაუწყების ვირთებს აზრიობს პოლიტიკაში მირკევით სტალინს პოეზიაში პარტიას. ხოდა ელდარმა ზოგადად ესეთი სტრიხი დაინახა და ყველა თავის აქტივი მიჩნდა. ახლა ხოლმე წერა-დაკავშირის საორგანიზაციო გამოფენების გამგეს ბატონ ზაალ-დოდკოვას შეშეგობა. მე შეგვიძლია ბატონებო რომ სამუჩი ჩავეტევი სულ რაღაც საათახელავი ჭირდება მედია და ყველაფერს მოგახსენებთ. კი ასე შვიდობა თქვენდა ბატონებო, შვიდობა თქვენდა. მე გიხარია რომ თქვენ აქ ხართ დიდი ბავშვის დიდი წიგნის პრეზენტაცია. წარგინებას ეს წიგნი დიდი ბავშვის დაწერილია მეტი მოგახსენებთ და მიუხედავად მის უამრავი ტიტულატურისა ის მაინც ბავშვად რჩება. ბავშვად რჩება თუნდაც იმიტომ რომ შეუძლია გაიხაროს როდესაც ქუჩაში ეულად მიმავალ უპატრონო ძაღლს დაინახავს და მისი მოფერება მოხდება. დიდი ბავშვია იმიტომ რომ უხარია ყველა სიკეთე და ყველა სილამაზე რასაც კი დაინახავს და რაც მთავარია შეუძლია იდგეს უსახური არაფრისფერი ნახატის წინაშე და ეს ნახატი მოეჩვენოს საუკეთესო ცვლილებად თუ კი ენიო მორიკონეს ხალხებს გაიგონებს. მე დავუმატებდი რომ ენიო მორიკონეს და მინოროტას ხალხებს შემოელდა და თუ ქართველებსაც ვივაყურებ დიაკანჩელს გამოაქვს შვენიერი სამება მეოცე საუკუნის დიდი ქართველი კომპოზიტორებისა. აი ამიტომაც მიყვარს მე ბატონი ელდარი. ბევრი რამეზე ვარ გულდაწყვეტილი ამ ცხოვრებაში და ერთ დიდ გულდაწყვეტაზეც უნდა მოგახსენოთ რომ ძალიან გვიან გავიცანი ბატონი ელდარი. ძალიან გვიან მივანიკეთებს ჩემთავს იმის ბედნიერება რომ მასთან ურთიერთობა მქონდა და ეხლა რომ აქვს ამის საშუალება ამაზეც დიდად ბედნიერება შეგვიძლია. აი ეს წიგნი სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვისთვისაც ვიფასია საქართველოს ბატონმა გოგიჩების საქმური თქვა, ვისაც უხარია და ბედნიერია იმით რომ ქართულად დაიბადა და საქართველოში დაიბადა ბატონო ასე არის, ასე გახდა. თუნდაც აი პირველივე პასაჟები ამ წიგნისა რომელიც ოთარ მამფორიას ეძღვნება. ოთარ მამფორია ჩვენს დიდ ფრანს რომელსაც შეეძლო წარმოეთქვა თუნდაც ასეთი ლექსი. ყველა აქ არის და მაინც კარი ემას პინძელო დატოვებია. სარიელი ესეთი სკამი და იქნებ ვიღე მოვიდეს გვიან ყველა აქ არის სიმღერას ენას გარედან წვიმა შოლტით იქცევს და მაინც კარი დატოვებია და ის ვინე მოვიდეს იქნება. ყველა აქ არის შეხების სკალოს გავანდოთ ხუთხად ვიყვარდა ვინაც ეს გაუმარჯოს პიროს სიყვარულს ძველი არაში ჩარჩენილ ისაც ეს მარტო ოთარ შეეძლო რომ ერთ პასაცკინტელა ლექსში ორი სამგერძელო ჩაეთია ერთდროულად მოკარგებო. აი ასეთი კაცი უყვარდა ბატონ ელდარს. ბატონ ელდარს ძალიან უყვარდა რეზონანიშვილი დიდი მწერალი და თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ხოტე მაღაშვილი მიიჩნეოდა ქართული მწერლობის სიდისად, მეოცე საუკუნის დასაწყისის
ქართული მწერლობის სიდისი მართლაც რომ რეზო ირანიშვილი იყო მწერალი, რომელსაც მიაგნო ქართველების არსებობის ყველაზე მთავარ გამართლებას. ქართველები ან ისე ცხოვრობენ როგორც უნდათ, ან კლებიან, გაქვეყნება ურჩევნიათ უამურ ცხოვრებას. ბატონი რეზო ასე წავიდა, როდესაც დაინახა, რომ იწყებოდა ყველაზე უამური, ყველაზე სრული შემდგომი და ტრაგიკული დღეები საქართველოს ისტორიისა მეორე ბაზარები იწყებოდა და წავიდა მაშინ და თავისი სრული ზეცით საქართველოს მიაბადა. ესეთი რეზო ირანიშვილი უყვარს ბატონ ელდას, უყვარს ემზარ კვიტაიშვილი, რომელსაც შეუსრულდა 90 წელი ბატონი. ამასი და მეცემი მეგობარი ვეჭვი ემზარს დამშედილები დავჭი. ეხლა უკიდის და ჯავიყავიო, ავტორხანოვის მემუარები ვიყიდეო, მონტენის მოგზაურობა ვიყიდეო ბრიტანეთშიო და სოლომიონის ფილოლოგიური ჩანაწერებიო, რა ბედნიერი ვარო, რომ იცოდეთო. ამას შეუძლობდა 90 წლის კაცი. კაცი, რომელსაც შენ კიდევ ზალუბაც აქვს შეჩენილი სიტყვის სკოლი, კაცი, რომელმაც საქართველოს აჯუკა 2 ვერდიანი წიგნი რეზო ჭეიშვილზე, უზარმაზარი წიგნი გალაქტიო ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის დაპირისპირებაზე და წიგნი კიდევ ბოგლაზე ძალიან დიდი წიგნი და სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ემზარ კვიტაიშვილს. მე ამოვიწერე თუ არ დამეკარგე კიდე რა მინდა თქვა. უამრავი შემოგარგეო ნულა კაფიანზე კახიასათიანი არც მეხუთი არ დავიწყებია. ბატონ ელდას კახიასათიანი ის კაცი იყო, რომელმაც ქართველობის სახელით რევაში აუღო თურქეთს. მახსოვს მე იყო ასეთი მატჩი საბჭოთა კავშირი თურქეთი და კახიასათიანი წინავდა გიორგი სააკაძესავით დაქროდა მინდორზე და 2 ფუტის გაუტანა თურქეთის კარში და საბჭოთა ნაკრებს, მაგრამ ქართველი კაცი ჟინი ამოიღო ამ ბრძოლიდან. სხვადასხვა იმ თამაშის მერე ლეგენდარულმა ინგლისელმა წვრთნელმა სერ ალფ-კამსტიმ განაცხადა, რომ ულტრას ხუთილავა მსოფლიო ფეხბურთელების იმდროინდელ სამეულში შედის. აი ასეთი კაცია ბატონი ელდარი და მე მინდა კიდევ ერთხელ უსურო ჯანმრთელობა, ჯანის სინთელე და ისევ დარჩენა იმ ბავშვად, როგორიც ეხლა არის. შემოვერდა იშვიათად არის ასე შევსებული დარბაზი და ასეთი ვისეული ხალხი. ეს არის გამარჯვება. გილოცავ დღევანდელ დღეს და ერთი რამის მინდა თქვა. შენახარ მრავალფერი მოღვაწე, მეცნიერი, ლიტერატურა და რაც თავია. ხარ კაც მოყვარე, იცი მაგაცობა, იცი მეგობრობა და ხარ ძალიან კარგი თამაში. შემოვიდა ასია და რა ვქნა. ჩვენ ავდა საერთო მეგობარი. ჩვენ საერთო მეგობარი სურათ ქართველებს. ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად. იყო ძალიან კარგი ურთიერთობა, სიყვარული, დამოკიდებულება და ელდარი ყოველთვის იყო ისე როგორც ეკადრებოდა სურათ ქართველების მოწოდების სიმაღლეს. ჩვენს მახსოვს ისიც გააკეთე, რომ სურათ მოგონებების წიგნის პრეზენტაცია საველაში რო იყო, იჯექი და უცხოებოდი ამას ყველაფერს. ამისათვის კიდე დიდი მადლობა. ახლა ერთი რამე. შენ ხარ ქართული ეთნოგრაფიის აი თანამედროვე თუ შეიძლება ითქვასრავამთავარ. შენ ისე კარგად და ყველაფერი შესწავლილი, აღნუსკო, აღწერილი, რომ ამას სხვა ვინმე ალბათ ვერ გააკეთე. ერთ დღეს ვარ ბატონებისთან და ვსივარ საუბრობ და მე უთხარი წავედი ახლა ზამთარი გარდა
მეუთხარი მერაბ ბერძენიშვილთან მიდივარ სახლში. უცადე ციგნი განაიტანეს ბატონ მერაბთან. გამოდონებთ ეს მე მგონი იყო ეთნოგრაფიის დიდი ციგნი და წავედო. მივედი ბატონ მერაბისთან, ესეთი კარგი ურთიერთობა რაღაცები, შამპანური გამოვიდა და ვფლობ. მეუთხარი ციგნი უნდა გაშუქვა, ხო, გამომატანავდი ერთად ნახე. რა ციგნი არის? ახლა მოხანდაკის თვალი და ასეთი დიდი ხელოვანის თვალი გაშალო, გადახედა და ეს შედევრი არის, ეს რა კარგი რაღაც მომიტანო. ტელეფონი ხო არ გაწევდა ისე. იმედი დამალაპარაკებო და დამალაპარაკე. ისე მოიფერა ელდარის. ეს მცხოვანი, ეს დიდი ქართველი მოხანდაკე, რომ ალბათ ელდარისა ძალიან ესია. და მერტი რომ აკადემიაში შეიძლება. როცა ელდარის აღამოვა და აქ ელდარის ღირსეული ძმები არ ახსენოთ, ჟურხა და ასანა, ეს არ არის სწორი. ჩემო ელდარ, შენ ღირსეული ძმები ყავდა, ღირსეული ოჯახიდან ახლა და ალბათ ამიტომ არის ეს პროექტი. დილოცავ დღევანდელ დღეს ახლა მე არ დავისახავ შეგაშოვის გამხილა კაცი ხარ რა. კარგი ქართველი კაცი ხარ და გეტყვი შედაკვა. 65 წელი სავარო, მაგრამ გამოიყურები როგორც 74 წელი. ასე რომ რეალურად არის 75. ისე არის 74 წელი. აი ხედა, ამობიჭებს. ახლა ერთი რამ მინდა წაუკითხო და უთხრა ბატონ ელდარ ნადირას. არ შეგიძლია იყოს ხვისი კულტურის მდევარი, შენი მტრედის სიმსუბუქე ცაში მიგაფრენს, ჯერ კიდევ დენის დასაფორმად შენი მწვერვალი, შენი კაცობის ტკივილი და შენი სიმართლე. გაუმარჯოს ელდარ ნადირას. ეროვნულ კავშირის თანამდებარე ბარადერ არაბუჟი. შესანიშნავია დღეს მიუხედავად იმისა, რომ არც ცივა პოლიტიკური გარემო ამძიმებულია, მე ვფიქრობ, რომ ეს დღევანდელი დღე არის ნიშანი იმისა, რომ ქართული სული, ქართული გენი, ქართული ჯიში არ გადაგვარდება და არა დიდი ფერკებს და არა და ძლიერი. და წინასწარ შემოგვიფასებო რამდენი ახალი წელი მოგილოცოთ. შობა ახალი წელი, აი ეს წელი ამ მაღლებულ მოდაზე დავამთავროთ დღევანდელი დღე მაგის ნიშანი გახდა და მომავალ წელი ყოფილიყო სიამოვნების სტრატეგიების ჩვენთვის ყველასთვის ბედნიერების, სიკეთის, სიხარულის და სიყვარულის მოხარდა. ჩვენ მართლაც სულ პერიოდში თუ შეიძლება ზეითოს მომიწევს ცხოვრება პოლიტიკური გარემო ხედავთ რომ ყოველდღიურად როგორ აჭრიდა სიტუაციები და საქციები და ასე შემდეგ და სწორედ ასეთი წიგნები ასეთი ციხესიმაგრეები უნდა გადავაჩინოთ ჩვენი სული გადავაჩინოთ ის ღირებულებული რაც ჩვენ გავაჩინეთ ამ წიგნს უნდა ერქვა ალბათ ასეთი სახელი სამშობლოს განცდა გასაკვირვებლად სწორედ აი ამ წიგნში არის სამშობლოს განცდა გასაკვირვებლად სამშობლო არ არის მარტო ლამაზი მთები, სამშობლო არის ადამიანები, პიროვნებები, ღირებულებები, ფასეულობები და ყველაფერზე ჩვენ ელდარი აპარატოს შესანიშნავად. ეს არის აქ იმას ვთქვა, დიდებული ოჯახის წარმომადგენლები ის უპროცესებს მე კარგად ვიცნობდი შესანიშნავი ჯოხა ნადირაძე, ჰასანი გიორგი ნადირაძე, გურხასის ბატონ ჯოხაძის ლექსის მიცველი არქეოლოგიას ინდექსი და მეგობრები მათთან მიგეებია უпроსე ვიყავით რომ უბრალოდ მათობაზე უпроსებთან ქეების და მათ ოჯახში გაზრდილი სიყვარული, ღირებულებები, ღირსებები ყველაფერი ის არ არის ჩაკეტილი მარტო ეთნოგრაფიაში, არ არის ჩაკეტილი მარტო ისტორიაში მრავალმხრივი ნიჭი დაჯილდოვებული პიროვნება, ის არის ლიტერატორი, არის მკვლევარი, არის მეცნიერი და წელს მეცნიერებათა აკადემიის წევრიც გახდა, ილია ჭავჭავაძის პრემიას მიიღო თავის ოქროს მედლით, ყველაფერი და ყველაფერი, მე მინდა მას ეს ყველაფერი მიიღოს, შემოგვიფასებო და უსურო გამარჯვებით იმათგანაც ასეთი კაცების მხრებზე დგას საქართველო, ასეთი კაცების მხრებზე იდგა საქართველო. მომავალი ხაზი იქნება, ის არის კულტურის რაიონი, კულტურის რაიონის არის.
Erdan Nadiaz's გაუმოწოს გირსეულას დავეცამ შესანიშნავი წიგნი, რომელშიც მე არ მოვყვები. ხუთი თავია და ხუთი თავში არის გაშლილი ადამიანებიდან, გარემოდან, ეთნოგრაფიიდან, ისტორიიდან, საოცარი მირების წარმოჩენა. ეს არის მართლაც წიგნი, რომელიც ყველა ოჯახში მაგიდაზე უნდა ედოს მომავალ თაობებს, რომ გაიგონ რა არის საქართველო და როგორი ქართველები ჭირდება საქართველოს. ბატონო ბატონო problema, ჩვენ ამაზე საზოგადოებაში და აი ამ საკითხმა ეს გამოსვლაში ცეჩინა თავი და რა თქმა უნდა ყველა მამუშის საჭიროა ეს გამოსვლაში ჩასმოვნა თავს, მაგრამ ერთია თქმა და მეორეა გზა. აი გზა ვერავინ დამისახავდეს თორა. ვიცით რომ და გამრავლდეს, ვიცით რომ და გენოფონდი დაბრუნდეს, ასე შემდეგ, მაგრამ ამას ბევრი წინამორბედა ჭირდება. ამიტომ თუ კიდევ კონკრეტულად ამას შეეხება, ძალიან მაგალითად თუ როგორ გესახება ეს და მეორე. ბატონმა დავითმა და ჩემო მეგობრებმა იციან რომ მე ბევრს მომგზავრობ საქართველოს გარშემო და ისიგედაც მაგრამ საქართველოს უპირველეს ყოვლისა. და ყოველ მოგზაურობის შემდეგ ჩამოჭდები ხოლმე ეთნოგრაფიულ მასალას და ძირითადად ცდილობ გამეცნო იმ კუთხის ამბებს. აი მაგალითად მეოთხედ ვიყავი ამ საქართველოს შეჭიდა მეორე თუ მესამე წელი ფეროსაფორიას არაჩვეულებრივი ჩანაწერები. ასევე სხვა კუთხეებსაც აქ ვიყავი თუ ასე შემდეგ. ისიც ხმა მინდა, მაგრამ ხომ უამრავი წიგნი გამოდის თითქოს აი შესანიშნავი ნორმალური წიგნები ისტორიასაც საქართველოს ისტორიის შესაძლებელი თითქოს გადააზრებული, მაგრამ მიჩნდება აზრი რომ თავიდან უნდა გადაიაზროს საქართველოს ისტორია. რაღაც არის ნიუანსები, რომელიც არ არის გათვალისწინებული და ეს სხვა შეხვედრისა და სხვა სიტუაციის ამბავია, მაგრამ ერთი რამ მინდა ხოვრის, იმიტომ რომ თქვენ ეთნოგრაფია ბრძანდებით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ალბომი არის გამოსული, მე როგორც ვიგით ქართველს მაინტერესებს. ვიყავი რუსეთში, ვიყავი თურქეთში, ვიყავი იმერეთში. ცალკე გამოსულა იმერეთი და იქ იმერეთზე შეკრებილი ჩვენი დიდი ეთნოგრაფიის მასალები. აი ერთად იყოს აი ამ წიგნში მოცემული და ასე ცალკეულად. მე მგონი ეს საშუალო საქმე და ეს შვიდია ჩიქით. დიდი ბატონო. ჩვენ პროფესორ ჩვენს დრამას მეპარიში ვქონთ და შემდეგ ბაზარული კონსალია. პროფესორი ძალიან კარგად აი არის კულტურულად პატრიოტიზმის მოწვეული და ასეთი საოცარი საკითხია. აი რამის პროგრამა ბატონმა სოსო შესანიშნავად ბატონი ერთანის შემოქმედება 35 წიგნია სტატისტიკა არის. ეს არის ის სიღრმეები, სადაც აი ჩაწერილი არის თუ როგორ მივიდეთ ამ თუ იმ საკითხს. მაგრამ მე ხარ ერთი რამი თქვა ბატონმა ერდანმა საუბრის დროს ასეთი რამი გზავნი. მეცნიერება აუცილებლად ჭირდება სიყვარული. სიყვარული ის უნდა იყოს გულიდან მოდის, გულის და გონების ერთიანობა.
ისი აბსოლუტურად ის დარჩება ჩვეულებრივი ნაშრომად, ჩვეულებრივი წიგნად. და არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილოს იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში კვალიტეტური როგორი უნდა იყოს და მართლაც კი შეიძლება ამაზე ვიფიქრია ჩვენ შესანიშნავია წიგნის პრეზენტაცია და მithumedes ბატონი უნდა ის მაგრამ აი აქ სამ მაგრამ არის ნახეთ აი ეს ჩემი ნაშრომი ეს ყოფილი ეს სულიერი ძალიან კარგი იქნება თუ ამას ჩვენ ვთქარდ თუ ამას ჩვენ გავიდან საერთაშორისო დონეზე იმიტომ არ ვიცნობ აი მაგალითად რამოდენიმე წლების უკან ხომ წარდგინეთ და ცეკვანით ცხოვრობდი რა უნდა კონდენ წარდგინული გადაგებული არის არც ერთ ვეფრის ადრე არავინ არ არის როგორ ჩამჩნევ ერთ თადები ან ვერ მიგვაქვს საქმე სადაც უნდა აი დღეს ეს არის ყველაზე აქტუალური საქმე აი ეს გებულია და საუბარი ხება ის უყვები მაგრამ ათანჯერინეს მიქნება ის ხვალინდერზა რომელიც ათალიან დარბაზში ეს განშელა მე იმედი მაქვს რომ აი ამ წავალ უნდა ჩაიხოს ახალგაზრდა აუცილებლად იმიტომ რომ სხვანაირად ხვალინდერზე ფიქრი ამოვიდეთ დიდი მადლობა ბატონო დავით აი ამ შესანიშნავ საღამოს მოწყობისათვის დიდი მადლობა ბატონო გაცნისათვის რომ აი აქტივი თბილისი პრემიერა რომ ზოგიერთ სიტუაციას არის გამოს და თუ ძალას განდოს ერთადერთს უსულებ რომ შესანიშნავად გამოიყურება ის ფიზიკურად არამედ არის 74 წელი ალბათ 50-იანი წლების დეპლაცია თუმცა ჟურნალი ბატონი გური მოდობაიში ეს რაღაცას რეპლიკას ვიყიდა ასეთზე გამახსენდა ხშირად დავდა ბაქოში და ბაქოელებს მოწიწკილი დაუკეთე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაცული მასალების მიხედვით რა ძალიან ძლიერი ერთადერთი კავკასიის მუზეუმი იყო და თუნდაც შემოდიოდა ყველაფერს თანამედროვე ორონცოცა დასწრებული და ეხლა ბაქოში დავდა ნახევრად უნდა ხო არა კომპლიმენტს გამიქეში ხოდა ადუნა და ამიტეს მაგრამ როგორ ვაფერმოჩენ ნოთარი ყოველკინა გადიწეს ნორმები სამოდა ხუთსავარდი ადუნა და პაჩუმრებოდა ესე იგი ადამიანი ელდარის წარმოდგენილი წიგნის გაცნობა მე პირადად მქონდა ბედნიერება მის სამ ძმას ცოტა მეტნიერი იყო შემოქმედება მათთან ურთიერთობა მქონდა გაცნობები თუნდაც ჩინებულ წიგნს გულისხმობა პირამიდა ადამიანი და პირამიდა ხალხი. მე სულს მასაკზე მინდა ვთქვა, ელდარი არის თავადები დღეს მემატია. ახლა ჩვენ 600-ზე მეტი წევრი ყავს საქართველოს წევრთა კავშირში. და გული მაქვს ნატკენი იმის გამო, რომ საქართველოს ამის თავზე დაგექცეს და აი ამ 600 კაციდან თითოეულ 200 მეტი არ ეხმაურება ამ ამბავს. ერთადერთი აგერ ყავს ბაღადერ არაბული, კვაბა არაბული, კიდევ რამდენიმე. და აი ჩვენი ელდარი სოციალური ქსელი წაიყვნა, ესე იგი ყოვლად მოუთმენელი, ყოვლად გაუწესრიგებელი კომუნიკაციები გადავარდა არც ვიცი. და არავინ არ არის ამაზე პასუხის გამცემი. ვერც სოციალურ ხელშეკრულებამ ჩვენ კოლეგებს, ვერც რამდენიმე პერიოდიკა გვაქვს. ლიტერატურული საქართველო საერთო გაზეთი და ასაბალ-დასაბალი, აქტიურად სამი გაზეთი და თვეისე გავაროს ამ გვარს ვერ ნახავ. მე გამიგია რა, ისი იმედი გვაქვს, რა ამ საქართველოს სხვა ვინმე აღიშენებს, სხვა ვინმე დააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. მე უცინარესად ბატონებდა, თქვენი წიგნი მე ახლა ეს წიგნი ჯერაც ამიკითხოთ, მაგრამ წინა კრებული მაქვს აკითხული და ვიცი რანაირი გულისტკივილი ხარ ამ ყველაფერს მიმართ და ამისთვის დიდი გზაბაზარ მადლობას. დარწმუნებული ვარ ის პრობლემები რაც გვეძანენ. ამას წინათ კონსტანტინე ზვიად გამსახურდიანი, მაჩიკა თავისი პუბლიცისტური კრებული.
და გაოგნებული დარგში იყო წარმოდგენილი ერთი ჟურნალი მუზეუმი, სადაც ესე იგი ქართული კულტურა არის მიწასთან გასწორებული და ეს გრძელდებოდა მთელი 12 წლის განმავლობაში. როცა შენ ოჯახი შედებოდა აქცენტს რომ წინში რომ მიწერ ამას და ამნამდვილობდა გერმანულენოვანი ხარ, იქაურ სივრცეში განათლება მიღებული გაეცი პასუხი რა აქ ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის მოსაწოდების დონეზე. იგივე მათ შემოგადონებდა იმის მიმართ რომ ჩვენი კულტურა რატომღაც ვერ არის წარმოდგენილი ისე როგორც უნდა იყოს. ამ დროს ჩვენი მეზობელი ქვეყნები იგივე სომხეთი ისინი ყველაფერს ახერხებენ. ფულს იხდიან ამისთვის რომ მათი კულტურა და ზუსტად იმ მუზეუმში დომინანტი არის სომხური კულტურის წარმოჩენის მცდელობა და ჩვენმა ესე იგი იგნორირებული. რაღაც სხვა მიღებებია საჭირო და მე დაგვრჩები ვარ რომ თქვენ აი ერთ-ერთი პიროვნება ხართ ვინც ამაზე ხმას იღებთ და დარწმუნებული ვარ ყველაზე ალბათ კიდევ უფრო მეტი შეფასებით იქნება წარმოდგენილი ჩვენი კულტურა, ჩვენი ეთნოგრაფია. აი გავუშვათ ცეკვა არ არის ჯერ კიდევ აღიარებული, ხო? არ არის ცეკვა არ არის ამ დროს ჩვენ გამოგონებული გვაქვს ცეკვის ნიუანსები და აღმოჩნდა რომ ცეკვისა და სიმღერის მიხედვით არამხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის არამედ ქართველი კაცის გენეტიკური წყობა მოდის ზუსტად ცეკვისა და სიმღერის მიხედვით. ამას ერქვა იბერიკონი. უამრავი რაღაცა არის ქართულ გენეტიკაში გადაგებული და ამას მეტი სერიოზული მიღება დაჭირდება და ყველაფერს შეგვიძლია და მარტივი ვარ და კიდევ ერთი რაღაცა მინდა შემოძნა რომ ყოფილიყავი დიდხანს მოგენატრა თქვენთან თამადობაზე. Სულბასებო, ბატონბაგური ძალიან მნიშვნელოვანი თემები დააყენა, ძალიან მნიშვნელოვანი ორი მომენტია, ერთი რომ ჩვენ ვერ ვაკეთებთ პოპულარიზაციას და მეორე რომ ხდება ქართული კულტურის ექსპანსია. აი, გაჩაღებული ექსპანსია ხდება, ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი დიდი კოლექტივები, ქორეოგრაფები, მაშინ ბატონბაგური სოციალი იყო, მეგიზუთველიძე და ტანიშვილი მაგათ პრეზიდენტი და პრემიერს სულაბერის და აი ამიერკავკასიაში გადის ქართული ცეკვები. დადის ისულიკო სუხიშვილის, ესე იგი სუხიშვილის, თემის სუხიშვილის და მოწაფეებმა ილიკოსი და ისა რამიშვილის გაიტანეს ეს ცეკვები როგორც თქვა ოსური და როგორც და ეს ჩვენ დავაკეთეთ საკითხი რომ დადგეს პასპორტიზაცია, თითოეულ ცეკვას თავის პასპორტი ჰქონდეს და ის უნდა გაკეთდეს და მოსაგვარებელი. გადავისა იყო ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, გორამ ბრეგოვიჩმა აღიარებული რეჟისორები და კომპოზიტორია გააკეთა ხიდი და ქართული სიმღერები გაიგონებდეს საკურამოდ, გააკეთა შუაში ჩადო და კუსტურიცას ფილმში გადის როგორც ბალკანური მელოდია. და მარიკა კვალიაშვილთან ერთად ვიყავით აი ამ საავტორობების საკითხები უზადაზარი თანხა შეგებაო. შემდეგ მივედით კულტურის სამინისტროში, კულტურის სამინისტრო ლაპარაკობს, რომ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ამას უნდა საერთაშორისო სასამართლო და ასეთი საკითხები არის ძალიან ბევრი და უთხარი კიდეს მაგათ, რომ ერთი სამსახური უნდა იყოს კულტურის სამინისტროში, რომელიც მიაქცევს ყურადღებას ქართულ კულტურას და რა ხდება მისი ექსპანსია იქნება თუ პოპულარიზაციის კულტურა. ახლა ბატონ მიხეილ ლორაძეს ხო? ალარი დაბაში. ალარი. მაშინ პოეტ ნიკოლოზ მებაღიშვილის ხო? და ხანდახან ნენდელა ესე იგი მართლაც და მიუღოს პროექტში ავტოს სიმის ესეთი ფიქსიოლოგია წარდგენა ეს პრეზენტაცია პარალელურად დავიწყო შემოქმედები რომლებიც მათაც აკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ ქართული კულტურა ქართული მართლაც კულტურული ძეგლები ესე ფიქსიოლოგია წარმოჩინდეს საქართველოში და მე აიხო ვიდექი მთელი საღამო უსმენდი აქ გამოსვლებს აკადემიკოსებს პროფესორებს
კიდევ ერთხელ დავუძუნდი იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლება და წინანდელი ხელისუფლებაც ძალიან ინერტული არის ზოგადად მეცნიერებისა და ხელოვნების და კულტურის დარგის მოღვაწეებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ცალკეული მეცნიერები, ცალკეული აკადემიკოსები და პროფესორები და ცალკეული ხელისუფლება მოგეხსენება თუ მათ შორის ერთიანობა და თანამშრომლობა, თანამშრომლობა არ იქნა, ვერაფერი ვერ იქნება მიღწეული. ცალ-ცალკე მარტო კაცი ჩამაშიას ვერ არიაო. ეს ერთიანობა ხელისუფლებისა და მეცნიერებისა და ეს თანამშრომლობა სწორი დაგებით არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი დღესი. ეხლა მეორე საკითხი, ის ეთნოგენეზისი, რომელიც ქართველს ახასიათებდა ყოველთვის. ჯერ კიდევ დაახლოებით 3-4 წლის წინ მომდინარეობს, ქართული კულტურა, ეს ერთიანობა, ტრადიციებისა, რომელზეც იყო საუბარი, ღვინის, ხორბლის კულტურა, ეს ფოლკლორი, სიმღერა, ეს მრავალხმიანობა, იცით რა არის, ამის კვლევა არის თითქმის დაუსრულებელი და მარადიული პროცესი. და დღევანდელი ეს წიგნი სწორედ ამის დასტური არის და ეს არის რაღაცნაირად თითქოს შეჯამება იმ ქართული კულტურისა და ქართული ტრადიციებისა, რომელიც ესეთი მდიდარია, რომლითაც ეს მდიდარია ჩვენი ძვირფასი სამშობლო. მე მინდა უსულო წარმატება მწერალს ვიუღლოსო კიდევ ერთხელ და თვითონ თქვენთაგანს დავუდოსო დიდი პატივისცემა, რომ მიცემთ ესეთი ინტერესი და სიყვარულს ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის და საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა ყველას, რომ მოგზავნით ამ ღირსეული პიროვნების და მეცნიერის პატივსაცემად. ძალიან მძიმე და რთული წელი იყო ეს წელი, მაგრამ გავაცილოთ მშვიდობიანად და გისურვებთ უფრო დიდ, უფრო ნათელ და გამარჯვებულ საქართველოში ცხოვრებას. ესე იგი, მართლაც მინდა მიუღო პროექტში ავტოს წიგნის ესეთი ექსოლოგია წარდგენა, ეს პრეზენტაცია ბატონ დავის რომ დაუჩემოქმედები, რომელიც მართლაც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქართული კულტურა, ქართული მართლაც კულტურული ძეგლები ესე ისეულად წარმოჩინდეს საქართველოში და მე ვინდექი მთელი საღამო უსმენდი აქ გამომცემლებს, აკადემიკოსებს, პროფესორებს და კიდევ ერთხელ დავუძუნდი იმაში, რომ დღევანდელი ხელისუფლება და წინანდელი ხელისუფლებაც ძალიან ინერტული არის ზოგადად მეცნიერებისა და ხელოვნების და კულტურის დარგის მოღვაწეებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ცალკეული მეცნიერები, ცალკეული აკადემიკოსები და პროფესორები და ცალკეული ხელისუფლება მოგეხსენება თუ მათ შორის ერთიანობა და თანამშრომლობა არ იქნა, ვერაფერი ვერ იქნება მიღწეული. ცალ-ცალკე მარტო კაცი ჩამაშიას ვერ არიაო. ეს ერთიანობა ხელისუფლებისა და მეცნიერებისა და ეს თანამშრომლობა სწორი დაგებით არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი დღესი. ეხლა მეორე საკითხი, ის ეთნოგენეზისი, რომელიც ქართველს ახასიათებდა ყოველთვის. ჯერ კიდევ დაახლოებით 3-4 წლის წინ მომდინარეობს, ქართული კულტურა, ეს ერთიანობა, ტრადიციებისა, რომელზეც იყო საუბარი, ღვინის, ხორბლის კულტურა, ეს ფოლკლორი, სიმღერა, ეს მრავალხმიანობა, იცით რა არის, ამის კვლევა არის თითქმის დაუსრულებელი და მარადიული პროცესი. და დღევანდელი ეს წიგნი სწორედ ამის დასტური არის და ეს არის რაღაცნაირად თითქოს შეჯამება იმ ქართული კულტურისა და ქართული ტრადიციებისა, რომელიც ესეთი მდიდარია, რომლითაც ეს მდიდარია ჩვენი ძვირფასი სამშობლო. მე მინდა უსულო წარმატება მწერალს ვიუღლოსო კიდევ ერთხელ და თვითონ თქვენთაგანს დავუდოსო დიდი პატივისცემა, რომ მიცემთ ესეთი ინტერესი და
სიყვარულს ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის და საქართველოს მევასწრებთ. დიდი მადლობა ყველას, რომ მომზადეთ და მომზადეთ ამ ღირსეული პიროვნების და მეცნიერის პატივსაცემად. ძალიან მძიმე და რთული წელი იყო ეს წელი, მაგრამ გავაცილოთ მშვიდობიანად და გისურვებთ უფრო დიდ, უფრო ნათელ და გამარჯვებულ საქართველოში ცხოვრებას.